თავი მიათე. ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და ჩვეულებისამებრ კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს გამოსაცდელად გამოკითხვა. ნებადართული თუ არის, კაცმა თავისი ცოლი გაუშვას. მან მიუგო მათ. რა დაგიწესათ მოსემ? მათ უთხრეს. გაყრილობის წიგნის დაწერა და გაშვება. უთხრა მათ იესომ. თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეწებება თავის სულს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მას. სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. უთხრა მათ. ვინც თავის სულს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს. მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ. მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. ეს რომ შეამჩნია იესომ გაწყრა და უთხრა მათ. გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას. ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევაშით. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა. კეთილო მოძღვარო, რა ვქნა რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო? ხოლო იესომ უთხრა. რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთისა, ღვთისა. იცი მცნებანი, არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას. მან მიუგო. მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი. იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა. ერთი რამ გაკლია. წადი, რაც გაქვს გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯი. მერე მოდი და გამომყევი. ხოლო ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. იესომ მიმოიხედა ირგვლივ და უთხრა თავის მოწაფეებს. რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში. მოწაფეები შეაკრთო მისმა ნათქვამმა. იესომ კი კვლავ მიუგო მათ. შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა მინდობილი. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ. ვისღა შეუძლია გადარჩეს. შეხედა მათ იესომ და თქვა. ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია. დაუწყო პეტრემ ლაპარაკი მას. აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოვყევით. უთხრა იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არავინ არის რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი პირველნი. იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, მათ წინ მიუძღოდათ იესო და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ მოიხმო ის 12 და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რამ შეემთხვეოდა მას. აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს. სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და გადასცემენ წარმართებს. შებღალავენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ. მესამე დღეს კი აღდგება. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი, იაკობი და იოანე და უთხრეს. მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ. უთხრა მათ. რა გინდათ რომ შეგისრულოთ? მათ უთხრეს. ნება მოგვეცი ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს, ხოლო მეორე მარცხნივ შენს დიდებაში. იესომ უთხრა მათ. არ იცით რა სიტყვით.
განა შეგიძლიათ ეს სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები. მათ უთხრეს, შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ, სასმის, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია. ეს რომ გაიგო იმ ათმა, დაიწყეს დრტვინვა იაკობსა და იოანეზე. იესომ კი მოიხმოისინი და უთხრა, თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. რადგან კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად. მოვიდნენ იერიხონს. იერიხონიდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდ ძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე ბარტიმეოსი. როგორც კი ყური მოჰკრა, რომ ეს იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა, იესო, დავითის ძეო, შემიწყალე! ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა. დავითის ძეო, შემიწყალე! შედგა იესო და თქვა, დაუძახეთ მას. დაუძახეს ბრმას და უთხრეს. ნუ გეშინია. ადექი ქეძახის. მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. იესო მიუგო მას. რა გინდა რომ გაგიკეთო? ბრმამ უთხრა, რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს. იესო უთხრა მას, წადი, შენ მარწმენამ გიხსნა. და მას მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა იესოს გზაზე.